ბევრი წლის განმავლობაში იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურის რეგიონში თითქმის არ ეხებოდა. მაშინ როცა საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა ქვეყნები ხშირად ეხვეოდნენ ახლო აღმოსავლეთის დაძაბულებში, ქუვეითი ფრთხილი და ნეიტრალური რჩებოდა. მაგრამ ეხლა როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება. როიტერსისა და ქუვეითის ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ქუვეითის ხელისუფლებამ დააკავა 4 მამაკაცი, რომლებიც, როგორც იუწყებიან, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან არიან დაკავშირებულნი. მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ სცადეს ბუბიანის კუნძულზე ნავით შესვლა. ბევრისთვის ეს უბრალოდ საზღვრის ინციდენტი არ არის. ეს არის ნიშანი იმისა, რომ სპარსეთის ყურეში დაძაბულობა იზრდება და შესაძლებელია ის ქვეყნები, რომლებიც ადრე პირდაპირ კონფლიქტს არიდებდნენ თავს, აღარ არიან დაცულნი რეგიონული კონფლიქტის გამწვავებისგან. ბუბიანის კუნძული ჩვეულებრივი კუნძული არ არის. მას სტრატეგიული მდებარეობა აქვს ერაყისა და ირანის საზღვართან ახლოს. ეს მნიშვნელოვანია ქუვეითის სამხედრო და საზღვაო მარშრუტებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია ჰორმუზის სრუტეში იძაბება, რომელიც გლობალური ნავთობის მიწოდებისთვის კრიტიკულ გზას წარმოადგენს. ბოლო თვეებში ირანს, ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სპარსეთის ყურის ქვეყანას შორის დაძაბულობა განმეორებით იზრდება. და დროის გასვლასთან ერთად რეგიონში არაბული ქვეყნების პოზიცია ნელ-ნელა იცვლება. კრიზისის დასაწყისში სპარსეთის ყურის მრავალი ქვეყანა აცხადებდა, რომ არ სურდათ პირდაპირ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. ისინი არ სურდათ მათი საჰაერო სივრცის ან სამხედრო ბაზების გამოყენება ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის. მაგრამ ანალიტიკოსებისა და როიტერსის ანგარიშების მიხედვით, ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც მათ რაკეტებითა და დრონებით დაარტყეს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ამაში იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები. Wall Street Journal-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ასევე დაადასტურა როიტერსმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ბოლო თვეებში სავარაუდოდ ფარულად განახორციელეს სამხედრო დათმები ირანის წინააღმდეგ. ამაში შედის ირანის ლაბანის კუნძულზე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოპერაცია პირდაპირ არ დაადასტურეს. ხოლო როიტერსმა ასევე განაცხადა, რომ მათ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმეს ანგარიშის ყველა დეტალი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღიარება ღიად არ მომხდარა, აშკარაა, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში დინამიკა შეიცვალა. ადრე ბევრი არაბული სახელმწიფო ცდილობდა ირანთან და დასავლეთთან ურთიერთობების დაბალანსებას. ახლა კი ზოგიერთი მათგანის უსაფრთხოების პოზიცია უფრო აგრესიული ხდება. და ამის მიზეზიც არსებობს. აქ მხოლოდ სამხედრო საკითხებზე არ არის საუბარი, ეკონომიკაზეც. როდესაც სპარსეთის ყურეში დაძაბულობაა, ერთ-ერთი პირველი რაც ზიანდება, ნავთობის ვაჭრობა, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში, სადაც გადის გლობალური ნავთობის გადაზიდვების დიდების დიდი პროცენტი. როიტერსის მიხედვით სპარსეთის ყურის ქვეყნებში იზრდება შიში, რადგან ირანმა შესაძლოა გამოიხენოს თავისი კონტროლი რეგიონზე, როგორც ზეწოლის ბერკეტი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. და როდესაც ნავთობის ნაკადი ზიანდება, ეს მყისიერად დომინოს ეფექტს იწვევს მთელ მსოფლიოში. უფრო ძვირი ბენზინი, უფრო ძვირი გადაზიდვა, პროდუქციის უფრო მაღალი ფასები და უფრო დიდი ზეწოლა გლობალურ ეკონომიკაზე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს მხოლოდ რეგიონული კონფლიქტია, მისი გავლენა ვრცელდება აზიაზე, ევროპაზე და ჩვეულებრივ მომხმარებლებზეც სხვადასხვა ქვეყანაში. ამასობაში ირანმა უარყო ქუვეითის ბრალდებები. ირანის ოფიციალური პირების თქმით, არ ყოფილა მტრული მისია და განაცხადეს, რომ დაკავებული ირანელები ქუვეითის წყლებში შესაძლოა ნავიგაციის პრობლემების გამო მოხვდნენ. თუმცა ქუვეითისთვის ინციდენტი სერიოზულია. ქუვეითის მთავრობამ მკაცრი დაგმობა გამოხატა და განაცხადა, რომ მათ აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი გაეროს ქარტიის შესაბამისად. და აქ მთელი სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. იმ დროს, როცა კამერების წინ ცეცხლის შეწყვეტასა და დიპლომატიაზე საუბრობენ, კულისებში სხვადასხვა ქვეყანა კვლავ აგრძელებს ფარულ ოპერაციებს, სადაზვერო საქმიანობას და სამხედრო განლაგებას. ახლო აღმოსავლეთში ყველა ბრძოლა ტელევიზორში არ ჩანს. ზოგჯერ ეს იწყება პატარა კუნძულზე, ნავში, საიდუმლო ოპერაციით და ამის შემდეგ მოულოდნელად მთელი რეგიონი იწყებს მოძრაობას. მაშინ როცა მსოფლიო დაკავებულია ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიის განხილვით ახლო აღმოსავლეთში, სხვა რეალობა ნელ-ნელა იჩენს თავს დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების ფონზე. მართლაც დაძაბულობა არ შეწყვეტილა. და რაც უფრო გასაკვირია, ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ადრე ცდილობდნენ ირანთან პირდაპირ დაპირისპირების თავიდან აცილებას, ეხლა ამბობენ, რომ ფარულად პასუხობენ. ბოლო წლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტესობა ფრთხილად ეკიდებოდა ურთიერთობებს თეირანთან. მათ არ სურდათ სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში ჩართვა, რადგან იცოდნენ, რომ თუ სპარსეთის ყურეში სიტუაცია აფეთქდება, ზიანი მიადგება არა მხოლოდ სამხედრო სფეროს, არამედ ეკონომიკას, ნავთობის ვაჭრობას, საზღვაო მარშრუტებს და რეგიონულ სტაბილურობასაც. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა ახლა არის არაბთა გაერთიანებული საამიროების ეგრეთ წოდებული ფარული ოპერაციები ირანის წინააღმდეგ. Wall Street Journal-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ასევე გააშუქა როიტერსმა,
არსებობს ნიშნები, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სპარსეთის ყურეში დაძაბულობის პიკზე ირანულ სამიზნეებზე ფარული დარტყმები განახორციელა. მათ შორის იყო ირანის ლაბანის კუნძულზე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეს ინფორმაცია პირდაპირ არ დაადასტურეს. თუმცა ანალიტიკოსების თქმით ეს განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყანა მზად არის სამხედრო ძალის გამოყენებისთვის, როცა იგრძნობენ, რომ პირდაპირ მათზეა მუქარა მიმართული. და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ეს პატარა საქმე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობით ირანთან შედარებით პატარაა, მას რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სამხედრო სისტემა აქვს. ქვეყანას აქვს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, სადაზვერო სისტემები და ღრმა უსაფრთხოების თანამშრომლობა დასავლეთის ქვეყნებთან. მაგრამ ანგარიშებში მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროები არ ფიგურირებს. როიტერის თანახმად, დასავლეთისა და ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთმაც ჩაატარა ფარული საფასუხო ოპერაციები ირანის წინააღმდეგ კონფლიქტის დროს. მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ ანგარიშების მიხედვით ეს ოპერაციები მოხდა მანამდე, სანამ საბოლოოდ დაიწყებოდა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები. და დღემდე საუდის არაბეთის მთავრობისგან არ არსებობს საჯარო დადასტურება ამ ბრალდებების დეტალებთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების ყველა ნაწილი დადასტურებული არ არის, ერთი რამ ნათელია. სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოების კურსი უფრო აგრესიული ხდება. ადრე ბევრი არაბული ქვეყანა თვლიდა, რომ ნეიტრალიტეტში დარჩენა უფრო უსაფრთხო იყო. ეხლა კი, როგორც ჩანს, უფრო ძლიერდება რწმენა, რომ თუ ისინი არ უპასუხებენ, კიდევ უფრო დაუცველები გახდებიან. და აქ ჩნდება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. შვიდობის მოლაპარაკებების გაგრძელებისას ირანი და შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ-ის ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების მიხედვით, ურანის გამდიდრება და მისი შესაძლო გამოყენება მომავალში ბირთვული იარაღის შესაძლებლობისთვის კვლავაც მთავარ საკითხად რჩება. ირანი კი განმეორებით აცხადებს, რომ მათი ბირთვული აქტივობები მხოლოდ სამოქალაქო ენერგეტიკული პროგრამისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ვაშინგტონისა და ზოგიერთი დასავლელი მოკავშირისათვის ეს გარანტიები საკმარისი არ არის. ამიტომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა, კვლავ მაღალია დაძაბულობის, ხელახლა გაღვივების ალბათობა და ეს მთელ რეგიონში იგრძნობა. საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ახლა უფრო მეტად აძლიერებენ თავდაცვის სისტემებსა და სამხედრო კოორდინაციას. არა იმიტომ, რომ ხვალომი აუცილებლად იქნება, არამედ იმიტომ, რომ იციან, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ისინი იქნებიან შესაძლო ესკალაციის წინა ხაზზე. და ამის ეფექტი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე არ ვრცელდება. თანამედროვე გეოპოლიტიკაში კონფლიქტის საზომი აღარ არის მხოლოდ რაკეტები ან საჰაერო დარტყმები. ხშირად ყველაზე დიდი ბრძოლა ხდება სადაზვერვო ოპერაციებში, ეკონომიკურ ზეწოლაში, სანქციებსა და საიდუმლო სამხედრო კოორდინაციაში, რასაც საზოგადოება მაშინვე ვერ ამჩნევს. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ლიდერი აცხადებს, რომ დიპლომატიისთვის კარი კვლავ ღია, ორივე მხარე აგრძელებს მზადებას იმ შემთხვევისთვის, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ცეცხლის შეწყვეტაა გამოცხადებული, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია. მაშინ როცა მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის შესაძლებლობას, თეთრ სახლში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელიც შესაძლოა განსაზღვროს საიწავა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის შემდეგი ეტაპი. ამერიკული მედიის ცნობებითა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა თავის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს. რათა განეხილათ ამერიკის შესაძლო ნაბიჯები იმ შემთხვევაში, თუ ირანთან მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშლება. მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გავიგოთ. ასეთი ტიპის შეხვედრები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სამხედრო დარტყმა აუცილებლად ახლოვდება. ვაშინგტონში კრიზისის მართვის ნორმალურ ნაწილს წარმოადგენს რეგულარული კონსულტაციები პენტაგონთან, სააგენტოებთან და უსაფრთხოების მრჩევლებთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა მაღალია. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, რატო გახდა ეს შეხვედრა ახლა ასეთი სენსიტიური? რადგან არსებული ცნობების მიხედვით, ირანმა თითქოს წარადგინა წინადადება, რათა შეჩერდეს მიმდინარე დაძაბულობა სპარსეთის ყურის რეგიონში. ინფორმაციის მიხედვით, რომელიც გავრცელდა International Journal-ის მედიაში, თეირანმა თითქოს მოითხოვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოხსნას ეკონომიკური ზეწოლა და სანქციები. სანაცვლოდ კი კვლავ გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური ნავთობის ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. მაგრამ აქ არის დიდი პრობლემა. წინადადებაში არ შედის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერება. ვაშინგტონისა და ზოგიერთი დასავლელი მოკავშირისათვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. შეერთებული შტატები, ისრაელი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა დიდი ხანია აცადებენ, რომ ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების სწრაფი ზრდა შეიძლება მისცეს მას ბირთვული იარაღის შექმნის უნარი უფრო მოკლე დროში, თუ ამას მოისურვებს. ირანი კი განმეორებით უარყოფს, რომ ბირთვულ ბომბს ამზადებს.
თეირანის თქმით, მათი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო ენერგეტიკისა და სამეცნიერო განვითარებისათვისაა განკუთვნილი. მაგრამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშების მიხედვით, ბოლო წლებში ირანის ურანის მარაგის გამდიდრების დონე კვლავ იზრდება. ეს ფაქტი დასავლეთის მთავრობებს აშფოთებთ. ამიტომ, მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, ორივე მხარეს შორის უნდობლობა კვლავ ღრმად რჩება. და სანამ ეს ხდება, კიდევ ერთი ქვეყანა ჩუმად იმყოფება მოლაპარაკებების შუაგულში. პაკისტანი. ბოლო თვეებში ისლამაბადმა სცადა შუამავლის როლი შეესრულებინა ვაშინგტონსა და თეირანს შორის. მისი მიზანი იყო დახმარება, რათა თავიდან აეცილებინათ უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონული ომი. მაგრამ ახლა ახალი რამ ხდება. კონტროვერსია გაჩნდა, როგორც CBS News-ის და სხვა დასავლური მედიის ცნობებში აღნიშნული. არსებობს ინფორმაცია, რომ ირანული სამხედრო თვითმფრინავები დროებით დარჩნენ პაკისტანის ავიაბაზაზე ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შემდეგ, ბოლო თვეების განმავლობაში. მათ შორის იყო სადაზვერვო თვითმფრინავებიც, რომლებიც დაზვერვისა და მეთვალყურეობის ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა. პაკისტანმა უარყო, რომ არსებობს რაიმე სამხედრო შეთანხმება ირანული აქტივების დასაცავად. მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავების ყოფნა დაკავშირებულია მხოლოდ დიპლომატიურ და უსაფრთხოების კოორდინაციასთან, სანამ მშვიდობის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შეერთებული შტატების ეჭვი პაკისტანის მიმართ ადვილად არ გაქრება. ისლამაბადს და ვაშინგტონს შორის რთული ურთიერთობების გრძელი ისტორია აქვს. ავღანეთის ომის დროს პაკისტანი რამდენჯერმე დაადანაშაულეს ორივე მხარესთან თამაშში. პაკისტანი იღებდა მხარდაჭერას ამერიკისგან, იმ დროს როცა ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ელემენტი, როგორც ამბობენ, თალიბანთან და სხვა მებრძოლ ჯგუფებთანაც იყო დაკავშირებული. ამ ბრალდებებიდან ყველა პირდაპირ არ დადასტურებულა. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც აშეთეშის სადაზვერვო თანამეგობრობა დღემდე ფრთხილად ეკიდება პაკისტანთან ურთიერთობას. და როდესაც სიტუაცია უფრო იძაბება, არსებობს კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მთელ კონფლიქტზე, ჩინეთი. ანგარიშების მიხედვით, ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი ხდება მოახლოებული მოვლენები. დიპლომატიური ჩართულობა მიმდინარეობს პეკინთან, რადგან ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელსაც ირანზე რეალური ეკონომიკური გავლენა აქვს. ჩინეთი თეირანიდან დიდი რაოდენობით ნავთობს იმპორტირებს და დასავლური სანქციების მიუხედავად, პეკინი ირანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკრდენად რჩება. მაშინ როცა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი სულ უფრო მეტად ეჯობს პაკისტანის როლს კრიზისში შუამავლად. ვაშინგტონში გამართულმა სენატის მოსმენამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს საკითხი. მოსმენის დროს აშშ-ს სენატორმა ლინდსი გრეჰემმა პირდაპირ კითხა სამხედრო და თავდაცვის ოფიციალურ პირებს იმ ცნობების შესახებ, თითქოს პაკისტანი აძლევს უფლებას ირანის სამხედრო თვითმფრინავებს დარჩნენ მათ ავიაბაზებზე. არ არის ნათელი, რამდენად მასშტაბურია ოპერაცია, ან რა ზუსტი მიზანი აქვს ამ თვითმფრინავებს. მაგრამ დასავლური მედიის ცნობით, აქ შედის ირანის სადაზვერვო და დაზვერვის თვითმფრინავებიც. და ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირისთვის ეს დიდი პრობლემაა, რადგან თუ მართლა ირანული სამხედრო რესურსები დაცულია, ან ნებადართულია დარჩეს პაკისტანში, მაშინ როცა პაკისტანი შუამავლის როლს ასრულებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა, რამდენად ნეიტრალურია ის სინამდვილეში. მაგრამ მეორე მხრივ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. ბოლო კვირებში ირანის ოფიციალური პირებიც კი ჩიოდნენ, რომ პაკისტანი მოლაპარაკებებში ზედმეტად პროამერიკულია. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, რაოდენ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ზოგჯერ იმის ნიშანია, რომ შუამავალი ნამდვილად ცდილობს ბალანსის დაცვას. როდესაც ორივე მხარე უკმაყოფილოა, შესაძლებელია ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მხარე სრულად ვერ იღებს იმას, რაც სურს. მაგრამ სანამ ირანის გარეთ დიპლომატიური დრამა გრძელდება, ქვეყნის შიგნით ახლა უფრო მძიმედ იგრძნობა ნამდვილი კრიზისი. და ეს არის ეკონომიკა. ბოლო თვეებში ირანში ინფლაცია სწრაფად იზრდება. Reuters-ის, SSF-ის მონაცემებისა და საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში ირანელი მოქალაქეების ჩვენებების მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება საკვების, მედიკამენტებისა და იმპორტული საქონლის ფასები. მაშინ როცა ირანული რეალის ღირებულება ეცემა. ჩვეულებრივი ირანელი ოჯახებისთვის ეს ყოველდღიური რეალობაა. ცვირდება ძირითადი საჭიროებები, იმპორტული პროდუქციის შეძენა უფრო რთული ხდება და ვალუტის გაუფასურებასთან ერთად ბევრ ადამიანს შესყიდვის უნარი უმცირდება. სოფლიო ბანკისა და ITC-ის მიხედვით ბოლო წლებში ამ ეკონომიკური წნეხის დიდი ნაწილი დაკავშირებულია სანქციებთან, საერთაშორისო საბანკო სისტემიდან იზოლაციასთან და რეგიონულ ვაჭრობაში არასტაბილურობასთან. თუმცა პრობლემა მხოლოდ სანქციები არ არის. ეკონომიკური დამკვირვებლების თქმით, დიდ გავლენას ახდენს ასევე კონფლიქტისა და უსაფრთხოების დაძაბულობის გამო წარმოქმნილი გაურკვევლობა სპარსეთის ყურის რეგიონში.
როდესაც ომის შიში არსებობს, ნაკლები ინვესტორის სულს შემოსვლა, იმპორტი უფრო რთულდება, იზრდება დაზღვევისა და გადაზიდვის ხარჯები და მთლიანად ეკონომიკა ნელდება. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ირანმა გაამკაცრა უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციები, რათა დაიცვას თავისი დოლარისა და ევროს რეზერვები. ეს ჩვეულებრივად ის ქვეყნები აკეთებენ, რომლებიც ძლიერ ეკონომიკურ წნეხს განიცდიან, რათა ბოლომდე არ ამოიწუროს მათი მყარი ვალუტის რეზერვები. და აქ იკვეთება სანქციებისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების ერთ-ერთი ყველაზე რთული რეალობა. ხშირ შემთხვევაში პირველ რიგში ყველაზე მეტად ზარალდებიან არა პოლიტიკური ელიტები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. სანამ სახელმწიფოებს შორის ძალაუფლების ბრძოლა გრძელდება, ადგილზე მყოფი ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ინფლაციას, სამუშაოს ნაკლებობასა და ხარჯების ზრდას. და ეს მხოლოდ ირანის გამოცდილება არ არის. იგივე მოდელი შეიმჩნევა სხვადასხვა ძლიერად სანქცირებულ ქვეყანაში წარსულშიც. ჩრდილოეთ კორეიდან დაწყებული, რუსეთით დამთავრებული, დასავლეთის სანქციების შემდეგ, რომლებიც უკრაინის ომთან იყო დაკავშირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის მდგომარეობა ერთნაირია. მაგრამ ეს აჩვენებს, რამდენად რთულია მთავრობის მიმართულების შეცვლა მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლით. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა სუსტება, პოლიტიკური ლიდერობა ავტომატურად არ ემორჩილება სხვა ქვეყნების მოთხოვნებს. და რაც უფრო დიდხანს გრძელდება დაძაბულობა, მით უფრო სახიფათო ხდება ეკონომიკური კრიზისის, რეგიონული არასტაბილურობისა და სამხედრო ზეწოლის კომბინაცია. ამიტომ რომ გავიგოთ, რატო რჩება ირანის პოზიცია კვლავ მტკიცე, საკმარისი არ არის მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტზე დაკვირვება. ასევე საჭიროა ირანის უფრო ღრმა ისტორიის გადახედვა, დაწყებული ისლამური რევოლუციიდან, სანქციების აწლეულებით, პროქსი კონფლიქტებითა და მის რთულ ურთიერთობებით დასავლეთთან. რადგან კრიზისი, რომელსაც დღეს ვხედავთ, უბრალოდ გუშინ არ დაწყებულა. ეს არის აწლეულების განმავლობაში დაუმთავრებელი დაძაბულობის, შიშისა და ძალაუფლებისთვის ბრძისთვის ბრძოლის შედეგი ახლო აღმოსავლეთში.